ორი ფილმი, რომლის ნახვა შეიძლება გამოგრჩა. პირველი ეს არის ელიტარული დანაყოფი. ბრაზილიური მძაფრსიუჟეტიანი ფილმი, რომელიც მოგვითხრობს ამბავს სპეც დანაყოფზე, რომლის მთავარი ფუნქცია რიოს ფაველების გასუფთავებაა კრიმინალური ელემენტებისგან. თითქოს და ერთი შეხედვით შთაბეჭდილება შეიძლება დაგჩეთ, რომ ეს უბრალოდ კარგი მძაფრსიუჟეტიანი ფილმია. თუმცა ამასთან ერთად ის ბევრ საჭირო სოციალურ მესიჯს ატარებს, რომელთა აღმოჩენა, გააზრება და გადაფასება ბევრ რამეზე დაგაფიქრებთ. ფილმის რეჟისორი ცდილობს ასახოს რეალობა ისეთი, როგორიც ის არის, მისი ყველაზე უხეში გამოვლინებით. ის არ ცდილობს მიგვითითოს რა არის სწორი და არასწორი. ის უბრალოდ გვანახებს სინამდვილეს, რომელიც ნამდვილად დამფრკნუელია. და ამაში დამნაშავე ყველა მხარეა თანაბრად, ელიტარული დანაყოფის თამადობით. მეორე ფილმი ეს არის ღმერთის ქალაქი. ბევრი ამ ორ ფილმს ერთმანეთს ადარებს. უბრალოდ ელიტარულ დანაყოფში ამბავი მოთხრობილია უშუალოდ სამართალდამცავების პერსპექტივიდან, ღმერთის ქალაქში კი პირიქით. რატომღაც თუ ისე მოხდა თქვენს ცხოვრებაში, რომ ვერანაირად ვერ მოახერხეთ ამ ფილმის ნახვა, მაშინ იცოდეთ, არასდროს არ არის გვიან, რადგან ამაზე უკეთეს ბევრს ვერაფერს ვერ ნახავთ. ამიტომაც აუცილებლად უყურეთ. და აქვე არ დაივიწყოთ ჩემი გვერდის დაფოლოვება.